საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ქართულ კულტურაში და ის განსაკუთრებით ნათლად წარმოჩინდება სახვით ხელოვნებაში. წმინდანი ასახულია როგორც ქვაზე კვეთილ რელიეფებში, ასევე კედლის მხატვრობაში და იგი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ლითონის მხატვრულ დამუშავებაში. სამწუხაროდ ლითონის მხატვრული დამუშავების ძეგლებიდან ადრეულმა ნაწარმოებებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. სამაგიეროდ გვაქვს გვიანი შუა საუკუნეების რამოდენიმე ნიმუში, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ორბელიანის ეკლესიის კუთვნილი სანაწილე ხატი და საქადაგე ხატის ბუდე სვეტიცხოვლიდან. ერთ-ერთსა მეორეზეც გვაქვს ჩვენ წმინდა ნინოს ცხოვრების სამსახველის სცენა. კერძოდ ყველაზე უმთავრესი თემა მისი მოღვაწეობისა ეს არის სვეტიცხოვლის სასწაულებრივი აღმართვა. ეს პროგრამა ქართულ სახვით ხელოვნებაში მე-13 საუკუნიდან უკვე იმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს და მე-18 საუკუნის ბოლომდე ესეთ განსაკუთრებული პატივით გამოისახება. ორბელიანების ეკლესიის კუთვნილ ხატზე ცნობებს გვაწვდის უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, როდესაც იგი აღწერს ქაშვეთის ეკლესიას. სწორედ მისი ცნობების მიხედვით ჩანს, რომ ორბელიანთა ეკლესიის უქმობის შემდგომ 1904 წელს ხატი გადაასვენეს ქაშვეთის ეკლესიაში, ხოლო 1923 წელს ქაშვეთის ეკლესიიდან მუზეუმში. ეს წარმოადგენს კარეთ ხატს, სანაწილეს, ძველი ჭეშმარიტის წმინდა ნაწილებია, უპირველესად აქ დაცული სხვა წმინდანთა ნაწილებთან ერთად, ცენტრალურ ნაწილში სწორედ ორი მნიშვნელოვანი ბუდეა, ეს არის მცირე ზომის ჯვარი, ძველი ჭეშმარიტის ნაწილებით, რომელიც ჩამოგმულია ძეწვზე, ჩასმული ოქროს გარსაკრავში და ქვემოთ დიდი ზომის ძველი ჭეშმარიტი, რომელიც სპეციალურ ბუდეშია განთავსებული და მის მკლავებს შორის არსებულ არეზე განაწილებულია სანთელში ჩაძირული წმინდა ნაწილები, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოვარჩევთ ყოვლადწმიდის სუდარს, მაცხოვრის, ცრემლის, ოფლის და ქაღალდის ნაწილებს. სწორედ ამ ნაწილებისათვის შექმნა ლუსკუმა, რომელიც მოოქროვილი ვერცხლით იქნა მოჭედილი. 1716 წელს იგი მოუჭედია ყაფლანის ძის ასლანიშვილს, თბილისელ ბოლნელ მიტროპოლიტ დომენტის. მოჭედილობა ძალზედ საყურადღებოა, რადგან იგი მე-18 საუკუნის პირველი მეოთხედის მოჭედილობების რიცხვში ერთიანდება და საინტერესო თემატიკას იძლევა. რამდენადაც მოჭედილობა ეძღვნება ძველი ჭეშმარიტის თემას, ამდენად ოსტატს კარედის ხატის შუბლზე გამოუსახავს წმინდა ნინოს ცხოვრების სამსახველი თემა. კერძოდ, ყოვლად პატიოსანი დედოფალი წმინდა ნინო გამოსახულია შუბლის მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვენა მონაკვეთი ეთმობა სიდონიას, რომელიც სხეულზედაც აღმართულია ძელი ცხოველი, სვეტიცხოველი, რომელსაც აღმართავს ანგელოზი. ხატის გარე პირზე პეტრესა და პავლეს მთელი ტანით წარმოდგენილი ფიგურებია მოთავსებული. ორივე კარის შიდა ნაწილზე კი მთავარანგელოზები, მიქაელი და გაბრიელი არიან წარმოდგენილნი. ხატის ზურგი მთლიანად ეთმობა ვრცელ საქმიტორო წარწერას, რომელშიაც ასახულია ღვაწლი მოხსენიებული ფილელ ბოლნელ მიტროპოლიტის დომენტისა. საგანძურში დაცული ხატებიდან ასევე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქადაგე ხატის ლუსკუმა, რომელზედაც წმინდა ნინოს თემაა ასახული. მისი თარიღი ზუსტადაა განსაზღვრული ჩასასვენებელი ბუდის ზურგზე განაწილებულ ვრცელ საქმიტორო წარწერაში და იგი 1728 წლით განისაზღვრება. წარწერაში ასევე ვრცლადაა საუბარი ხატის ისტორიაზე. ხატის ისტორიას მოგვითხრობს აფხაზთა კათალიკოსი, ჩრდილოეთისა და სრულიად აფხაზეთის კათალიკოსის ტიტულით მოხსენიებული მალაქია გურიელი, რომელიც ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქართლი და კახეთი აიკლო შაჰ-აბასმა, ხოლო მისი მეფენი გადმოვიდნენ ლიხთ-ხედის აქეთ, თან ისინი ჩვენ შევიფარეთ და მათთან გადმოიტანეს თავისი საგანძური, რომელთა შორის დაცული იყო სწორედ ეს საქადაგე ხატი, რომელიც თან მოჰყოლოდა ქართლის კათალიკოს იოანეს, რომელიც იქ ყოფნის დროს მიიცვალა და რადგან იოანე იქ
ყოფნის დროს მიიცვალა, შესაბამისად მისი რაც კი საკათალიკოსო სახმარი იარაღი იყო, კვლავ ის გადასცეს ნიკოლოს კათალიკოს ნიკოლოს, ხოლო საქადაგდე ხატი თვითონ დაუტოვებიათ სანაცვლოდ და შეუპყიათ საგანგებოდ და ხაზგასმით ამბობს მალაქია გურიელი, რომ როდესაც საქართველო გაერთიანდება, მაშინ ეს ხატი ამ ხატს ნურავინ ნუ გამოსწირავს სვეტიცხოველს და თუ ვინმე არ დაუბრუნებს სვეტიცხოველს, იგი სათანადო წყევლას უგზავნის ამის ჩამდეს. როგორც ჩანს, ხატი შემდგომ სვეტიცხოველს დაუბრუნდა, მაგრამ იგი ძალზედ დაზიანებული ყოფილა. ეს წარწერიდან ნათლად ჩანს. წარწერის ქვედა ნაწილი მოგვითხრობს ახალ ტექსტს, რომელიც ეკუთვნის ქართლის კათალიკოს დომენტი მეოთხეს. იგი ამბობს, რომ ხატი 1716 წელს კვლავ მოაჭედინა, რადგან მისი დედის ბიძის, მალაქია გურიელის მიერ შეჭედილი ბუდე დაზიანებული იყო. მან მალაქიას წარწერა სრულიად გაიმეორა და საკუთარიც დაუმატა. იგი ამბობს, რომ ეს თავიდან გავიმეორე, ხოლო მასზე გამოსახული სვეტიცხოველი არ იყო იმ თავითვე კუბოზე და ეს ჩვენ შევქმნით. ასე რომ კუბოს წინაპირზე წარმოდგენილი ის სასწაულებრივი ასპექტი, რომელიც წმინდა ნინოს ცხოვრებას ასახავს, კერძოდ სწორედ სვეტიცხოვლის აღმართვის სცენა, სწორედ დომენტი მეოთხე კათალიკოსის ღვაწლით არის შექმნილი და მისი თარიღი ზუსტად 1716 წლით განისაზღვრება. წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი ეს სიუჟეტი მართალია გვიანი ხანისაა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ადრეული ხანიდან იღებს სათავეს. ეს გვაძლევს საშუალებას წარმოდგენა ვიქონიოთ იმის შესახებ, რომ განვითარებული შუა საუკუნეებიდანვე საქართველოში იკონოგრაფიული პროგრამა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.